ტაკერ კარლსონი იწყებს უსარისკოეს გამოძიებას, რაც შეეხება 11 სექტემბრის 2001 წლის ამერიკის შეერთებული შტატების ტერაქტის გამოძიებას. ეს არის ძალიან სახიფათო ოპერაცია, იმიტომ რომ ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ტერაქტის მოწყობა და მისი გაშიფრვა იყო მთლიანად ერთი დიდი ტყუილი და რეალურად მთავარი მტრები ალ-ქაიდასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ეძება ქვეყნის შიგნით და ეს იყო მას პირდაპირ ასახელებს, რომ აქ დიდი როლი ითამაშეს თავად ამერიკულმა პოლიტიკურმა ფიგურებმა, CIA-მ და იმაზე საუბრობს, რომ აი ამ მოვლენების შემდეგ ზუსტად ყველაზე მეტად ვინ იხეირა და რეალურად ეს დიდი ტრაგედია არ იყო ყოველთვის ტრაგედია და რეალურად ბევრმა მათგანმა დიდი ხეირი ნახა მილიონერების რიცხობრივმა მომატებამ და ადამიანების დაწინაურებამ და რეალურად საუბარია იმაზე, რომ რეალური მტრები არა ავღანეთში თალიბანის დაცვის უკაში მყოფი ალ-ქაიდა იყო, არამედ რეალურად მტრები თვითონ შიგნით იყვნენ და ამის პროვოცირება მოახდინა. ნუ დიდი ხანია მსგავსი თეორიები არსებობს, უბრალოდ ძალიან რისკავს ტაკერ კარლსონი და მისი გუნდი, რომ ამ საქმეზე იწყებენ მსჯელობას.